საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენ წინა გაკვეთილზე დავიწყეთ საუბარი ორგანიზმის ინდივიდუალურ განვითარებაზე, ანუ ონტოგენეზზე. და ვთქვით, რომ იგი შედგება ორი პერიოდისაგან, ჩანასახოვანი პერიოდისაგან, ემბრიონული განვითარებისგან და ჩანასახის შემდგომი, ანუ პოსტემბრიონული პერიოდისაგან. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ პოსტემბრიონული განვითარების შესახებ ცხოველებში. პოსტემბრიონული განვითარება იწყება მას შემდეგ, რაც ორგანიზმი გამოვა ჩანასახვანი გარსებიდან ან დაიბადება და იგი, როგორც ვთქვით, გრძელდება ორგანიზმის სიკვდილამდე. პოსტემბრიონალური განვითარება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზმში. მის ორ ფორმას არჩევენ. ეს არის პირდაპირი განვითარება და არაპირდაპირი განვითარება, ანუ მეტამორფოზული განვითარება. პირდაპირი განვითარების დროს დაბადების შემდგომ ან ჩანასახვანი გარსებიდან გამოსვლის შემდეგ ახალი ორგანიზმი ძირითადი ნიშნებით მსგავსია მშობლიური ორგანიზმების, მხოლოდ ზომაშია განსხვავება და იგი სიცოცხლის განმავლობაში თანდათან ვითარდება და იზრდება. ხოლო არაპირდაპირი, ანუ მეტამორფოზული განვითარების შემთხვევაში დაბადების შემდეგ ან ჩანასახვანი გარსებიდან გამოსული ახალი ორგანიზმი ძირითადი ნიშნებით არ გას მშობლიურ ორგანიზმებს და ის გადის განვითარების რთულ პროცესს, რის შემდეგაც ხდება უკვე ზრდასრულ ორგანიზმთან მისი დამსგავსება და გარდაქმნა. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ სხვადასხვა ხერხემლიანის პოსტემბრიონალურ განვითარებას. ეს არის ამფიბიების, კერძოდ ბაყაყის პოსტემბრიონალურ განვითარებას და ფრინველების, ქათმის მაგალითზე. როგორ ფიქრობთ, რომელი მათგანისათვის არის დამახასიათებელი პირდაპირი განვითარება და არაპირდაპირი განვითარება? დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, რასაკვირველია, ფრინველებისათვის დამახასიათებელი არის პირდაპირი განვითარება, იმიტომ რომ კვერცხიდან გამოსული დაბადებული წიწილა ძირითადი ნიშნებით გავს მშობლიურ ორგანიზმს, მხოლოდ ზომით განსხვავდება. რაც შეეხება ბაყაყის განვითარებას, როგორც ხედავთ, აი ამ კვერცხიდან გამოსული ახალი ორგანიზმი ის უფრო მეტად თევზს გავს, ვიდრე ზრდასრულ ბაყაყს. რაში გამოიხატება ეს მსგავსება? მას კიდურები არ გააჩნია, აქვს კუდის ფარფლი, გვერდითი ხაზი, სუნთქავს ლაყუჩებით და ორსაკნიანი გული გააჩნია და სისხლის მოგწევის ერთი წრე. იკვებება წყალში მცხოვრები წყალმცენარებით. მერე შემდეგ უკვე გამოიხატება ამ კლასისათვის დამახასიათებელი ნიშნები. უჩნდება კიდურები, ხშირად ამოდის წყლის ზედაპირზე ფილტვის ტომსიკები უჩნდება. ამასთან დაკავშირებით გული სამსაკნიანი ხდება და სისხლის მოგწევის ორი წრე უჩნდება. ამის შემდეგ უკვე იგი ემსგავსება ზრდასრულ ორგანიზმს, გარდაიქმნება უпроსტად ზრდასრულ ორგანიზმად, რომელიც მეტ დროს ხმელეთს ატარებს და იკვებება მწერებით. რაც შეეხება მწერებისათვის დამახასიათებელი არის მეტამორფოზული განვითარება. თუმცა მწერებში არჩევენ მეტამორფოზის ორ სახეს. ეს არის სრული მეტამორფოზი და არასრული მეტამორფოზი. სრული მეტამორფოზის დროს მწერები გადიან კვერცხის, მატლის, ჭუპრის და მერე ზრდასრული მწერის სტადიებს. ეს მატლი და ჭუპრი არის ჩანასახოვანი სტადია, რომელსაც ლარვას უწოდებენ. ხოლო არასრული მეტამორფოზის მწერები გადიან კვერცხის, შემდეგ მატლის და უკვე ზრდასრული მწერის. ესე იგი, მათ ჭუპრი არ აქვს და თანაც ეს მატლი ფაქტიურად თითქმის არ განსხვავდება დედისეული ორგანიზმისაგან, მხოლოდ ზომებში განსხვავდება, იგი ძალიან მცირე ზომის არის. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ სწორედ
წერების სხვადასხვა წარმომადგენლების პოსტემბრიონულ განვითარებას. ხოჭოს პოსტემბრიონალურ განვითარებას და კალიისას. როგორ ფიქრობთ, რომლისთვის არის დამახასიათებელი სრული მეტამორფოზული განვითარება? ხოჭოებისთვის თუ კალიებისთვის? დიახ, მართალი ბრძანდებით, სწორად ფიქრობთ, ხოჭოებისათვის დამახასიათებელი არის სრული მეტამორფოზით განვითარება, იმიტომ რომ კვერცხიდან ვითარდება ჯერ მატლი, შემდეგ ჭუპრი, რომელიც ერთიც და მეორეც მკვეთრად განსხვავდება ზრდასრული ორგანიზმისაგან, ხოლო ჭუპრიდან შემდეგ უკვე ვითარდება ზრდასრული მწერი. ხოლო კალიების შემთხვევაში კვერცხიდან ვითარდება პატარა კალია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზომებით განსხვავდება თავისი ზრდასრული ფორმისაგან. იგი შემდეგ ვითარდება, იზრდება რამოდენიმეჯერ, იცვლის ქიტინოვან საფარველს და გარდაიქმნება ზრდასრულ მწერად. ეხლა მე მინდა ვისაუბროთ არაპირდაპირი განვითარების ბიოლოგიურ როლზე. როგორც აღნიშნეთ, ხშირად თუ დაუკვირდი, სხვადასხვა სტადიაზე მყოფი არაპირდაპირი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ორგანიზმები განსხვავებულ გარემოში ცხოვრობენ, განსხვავებული საკვებით იკვებებიან. ის კი არა ზოგიერთი მჯდომარე მცხოვრები ორგანიზმებისათვის, მაგალითად მარჯნის პოლიპების ლარვა მოძრავია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახეობის განსახლებისათვის. ეს მარჯნის პოლიპებში მაგალითად ეს მოძრავი ლარვა ერთხელ დაცურავს წყალში, მერე მიემაგრება სასურველ ადგილზე, მისგან ახალი ორგანიზმი ვითარდება და მარჯნის პოლიპების ახალი კოლონია ვითარდება. მაგალითად პეპლებში მუხლუხოები უფრო ხშირად იკვებებიან ფოთლებით, ხოლო პეპლები ყვავილების ტკბილი წვენით. ასევე გავიხსენოთ, რაც თქვით, ბაყაყების მაგალითზე თავკომბალა იკვებება მცენარეული საკვებით წყალსატევში, ხოლო ზრდასრული ბაყაყი მწერებით. მას ესე იგი ამ შემთხვევაში არ უწევს ჩანასახი და ზრდასრული ფორმები ერთმანეთს კონკურენციას საკვებისათვის. ბაყაყის მაგალითზე არც საცხოვრებელი გარემოსათვის, რადგან თავკომბალა წყალში ცხოვრობს, ხოლო ბაყაყი დროდადრო ხმელეთზეც გადმოდის. აქედან გამომდინარე, მას პოსტემბრიონალური განვითარების ასეთ ფორმას არაპირდაპირ, ანუ მეტამორფოზულ განვითარებას ორგანიზმისათვის დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მას დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ონტოგენეზის მეორე ეტაპზე, პოსტემბრიონალურ განვითარებაზე, თუ როგორ ხდება ცხოველებში პოსტემბრიონალური განვითარება, გავარჩიოთ მისი ორი ფორმა და მწერებში სრული მეტამორფოზის, თავისუფლ კიდევ სრული მეტამორფოზის და არასრული მეტამორფოზის ფორმა. ამითი დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი ამოიწურა. გმადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.